გამარჯობა. ეს არის Nitecore-ს MT2A Pro მოდელი, ძალიან მარტივი მოდელია, ახლა აგიხსნით. მოყვება პირველ რიგში ესეთი ინსტრუქცია, საკიდი, ასევე Type-C დამტენი და მოყვება ერთი ელემენტი. ეს ელემენტი ახლა გაჩვენებთ მას, იმიტომ რომ უნდა გაჩვენოთ როგორ იტანება და ასევე გეტყვით, რომ სხვა ელემენტის გამოყენებაც შეიძლება, თუმცა სხვა ელემენტის გამოყენების შემთხვევაში იცვლება განათების ხარისხი, სიმძლავრე და მოკლედ ეს რო გითხრათ, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ელემენტს გამოიყენებენ. პირველ რიგში გაჩვენებთ და ამ შემთხვევაში ყველაფერს აღვწერ ამ ელემენტის მონაცემების მიხედვით. ანუ თუ ეს ელემენტი იქნება, როგორ იმუშავებს ეს მოწყობილობა, რადგან ეს ელემენტი მოყვება. ეხლა ნახეთ, პირველ რიგში ხსნით თავსახურს და ელემენტი გამოგვაქვს, ეს არის ესეთი ელემენტი, რომელიც მოყვება. ეს ელემენტიც არის ასევე Nitecore-ს ბრენდის, აი მოდელი არის ეს და 1600 მAh-ია. ეს მოდელი იტანება შემდეგნაირად, აი აქ აქვს Type-C-ს დამტენი, აი ესეთი. ანუ ეს USB მინდის პირდაპირ აი ამ ნაწილში ელემენტში და გამოდის, რომ ჩვენ ტენით პირდაპირ ელემენტს. ეხლა ნახეთ, ეს ელემენტი უკან რომ მოვათავსოთ, შემდეგნაირად ხდება, აი აქ ესე ჩავდებთ და პირდაპირ დავხურავთ ესეც თავსახურას. პირველ რიგში რო გითხრათ, ეს მოდელი არის მეტალის, ანუ მეტალის корпуსი აქვს და არის ის, რომ ეს არის დაახლოებით 40 გრამი და დაახლოებით 14 სანტიმეტრის სიგრძის არის. მეორე ელემენტზე რო გეუბნებოდით, მეორე ელემენტად შეგვიძლია გამოვიყენოთ 2A ელემენტი, ანუ ჩვეულებრივი და რა თქმა უნდა, მის სიკარგეზე არის დამოკიდებული ამ პროდუქტის სიკარგეც, რადგან ელემენტია ბევრი რაღაც მორგებული, თუ როგორ გაანათებს, რა სიმძლავრეზე და ასე შემდეგ. ამ მოდელს აქვს განათების 3 რეჟიმი. მაქსიმალური განათება, როგორც გითხარით, ამ ელემენტის მიხედვით, ეს არის 1000 ლუმენი, ამ შემთხვევაში დაახლოებით 2 საათამდე შეუძლია მოდელს რომ გაძლოს, ხოლო მინიმალური ეს არის 50 ლუმენი, ამ შემთხვევაში 20 საათი გაძლებს და 58 მეტრამდე გაანათებს. თუმცა მაქსიმალური განათების შემთხვევაში, ანუ 255 მეტრი არის, ну დაახლოებით 300 მეტრამდე შეუძლია ამ მოდელს რომ გაანათოს. აი ესთია. რაც შეეხება უკვე ჩართვას, ანუ არანაირი სპეციფიკა არ აქვს, პირდაპირ ღილაკს ვაწვევით, ჩაირთვება ეს ერთი რეჟიმი, ეს იგივენაირად გამორთვა. ანუ ჩართვა არის ესე, პატარაზე რომ მივაჭერთ თიც, ანუ შემდეგი რეჟიმი და ისევ ესე, ანუ 1, 2 და 3 რეჟიმი აქვს, ხოლო ამ მოდელს გათიშვა იგივენაირად ხდება. სულ ეს იყო ამ მოდელზე, თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად გვითხარით. მადლობა.